მადლის სიამოვნებით მოვიძიო სტუდიაში ქართული იუმორის და იუმორინას პატრიარქი ბატონი ბიძინა მახარაძე. არ მახსოვს ახლა ვიღაცამ კითხა, მე მგონი ძმაკაცი იყო. შეგიძლიაო ერთი სიტყვით დაახასიათო შენი ცოლიო, მე ვთხარი კი შტერი. ნუ ქალები მოგესალმება სამი კატეგორიისაა. შტერი, ძალიან შტერი და ჩემი ცოლი. სათანადო პარამეტრებიც აქვს. 90, 60, 90-ზე. 90 კილოა, 60 სანტიმეტრი ენა აქვს და 90 გრამი ჭკუა. ესე იგი, იმისთანა შტერია, აი როგორ გითხრა, აი დღემდე ეშლება ერთმანეთში დედულეთი და ქობულეთი. მართლა გეუბნებით, მართლა, აი რა ქვია, კიდე ისა შეიძლება სექსი და სქესი. პირადობის მოწმობას რო ავსებდა იქ გრაფაში, სქესი ჩაწერა კვირაში 3 ჯერ. ბიჭო, გვარი და ზნა ვერ გაუჩებია ერთმანეთსაგან. სიტყვა გაიღვიძე, ძეზე რომ თავდება გვარი გონიო. ტელევიზია კავკასიას რო უყურებს და იქ ბორბენალის ტრიკონი ხოა, კარაოკეში ეშლება. და მაგროს ღერის. იყიდება ბინავო, ევრო რემონტიდავო. სადაფი აქვს დიდიო, 20 კვადრატიული. იდიან. და მოკლედ. წონაში დაკლება რო უნდოდა, ფეირი იყიდა კაცო. ცხინებს აკლობს. ერთხელ ტელევიზორში ჩარლი ჩაპლინის ფილმი გადიოდა. რაც იმან ტელევიზორს უბრახუნა. კიდე რა არის? ხმას რატო არ იღებს? რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? არაფერი. ამობენ ქალი რაც უფრო შტერია, მით უფრო ლამაზიაო. ჩემი ცოლი აბსოლუტურად ლამაზია. სათქონდა თვალები, მე არ ვიცი ეგ რო გავიცანი. არა, კი ვიცი სათქონდა. და თქვენ ციცით, მაგრამ ხალხში ხო არ იტყვი, არა? გარეთ ვიდექი ქუჩაში და მკითხა, უკაცრავად რომელი საათია? მე ვთხარი 6:09 იანგარში და ესე იგი 3. კაცო მე ვიტყვი ზედა რა კარგი იუმორის გზობა აქვს ეს არაა დასაკარგი მეთქი აიგე და მე ვთხარი ეგრევე ვთხრიშე კომპლიმენტი რა ლამაზი თვალები გაქვთ მეთქი იმან კიდე თქვენ კიდე ცხვირს ქვემოთ რატო გაქვთ გაჭრილი მე ვთხარი ეს ჭრილობა არა ეს პირია დედა რას ლაპარაკო მე ვთხარი მოდით გაგაცილებ ჩემს სახლამდე ამდენ ლაპარაკს და როდესაც მივედით ჩემს სახლთან მე ვთხარი რომ აი ამ სადარბაზოში მე ცხოვრობ სადარბაზოში რატო რა შიგნით არ გიშვებენ ასეთ იუმორისტულ ტალღაზე გაგრძელდა ჩვენი ნაცნობობა რომელიც თვის შემდეგ როდესაც მე მას ხელი ვთხოვე ის უკვე სიხარულისგან მე-9 თვეში იყო ორს უნდა მკითხა ისა არ გინდა ჩვენი შვილი მე რო დამემსგავსოს და უთხარი შენაერი არ დაბადებულა არც დაიბადება და არცაა საჭირო მე ვთქვი მაინც მისნაირი დაიბადა ნუ არ ვიცი რა ესე იგი აი სად თავდება 64 მე არ ვიცი სად თავდება და მაგრამ სად იწყება ჯოჯოხეთი ვიცი სადაც იქ სადაც ჩემნაირ თორს უყიდი მანქანა ვუყიდე რო დაქოქავს მე ეწება რაც ეწება სად არის პედლები სიჩქარე და კოლოფი სად არის ვერ მივაგენი მანქანაში ისერგება როგორც პინგვინი კომპიუტერში ერთხელ ზეთი გაუტავდა მანქანას და ძიმს მიუსწარ თორა ოლეინას ასხამდა შიგნით არა თვითონ კი არა მარტო ასეთი ნათესავი გეთიხავ ნუ ძმა ყავს გენიალური მსახიობია რო კითხო რა ფილმში ათამაშეს სტალინის როლი და იმისთანა შტერია ომი წააგო კაცო და დედა ყავს ნუ არა შტერი არა ის გიჟია მანქანაზე სიგნალიზაცია დააყენა თავისი წივილი კივილი გასვენებაში ლაჩხუთის რაიონში და მანქანას რო გაეკარები იწყებ ტიტუ ვუი აირაკნა შალვა
და ასე 15 წუთი მეუთხარი მაი სიგნალიზაცია შენ გოგოზე დაგეყენებინა მე როცა მომყავდა მეუთხარი რატო და მანქანასავით ვარ რომ ახსენდება ვინმე ვიყვანე მეთქი დიდუ ვუი დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ეხლა გადაცემაში რეკლამის დროა ნუ გადართავთ ჩვენ მალე დავუბრუნდებით